მოგესალმებით რადიო პალიტისა და პალიტატივის ეთერშია ყველაზე საქმიანი გადაცემა თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს მე ვარ გიორგი კალანდაძე დღეს საქმე წარმოგიდგენთ შენობების უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა მიმდინარეობს ნოდარ ხადორი ვარაუდობს რომ EBRD-ის ღონისძიება აისახება ყველა იმ პროცესზე მათ შორის გაცვლით კურსზე წელს კი ატმის მცირე მოსავალი გვექნება ეს არის ის ძირითადი თემები რომელზეც უახლესი 40 წუთის განმავლობაში ვისაუბრებთ თუმცა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მთავარი თემა და რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ მას ჩვენ სტუმართან ერთად ოღონდ მანამდე ჩემი კოლეგა ემატ უხიაშვილი გაგვესწნობს თუ რაზე ამახვილებს ყურადღებას ამ დროისათვის პოპულარული სააგენტო VPN.G ემა გისმენთ ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ჩვენ ვეცდებით, რომ უახლოეს გადაცემაში გქონდეს საუბარი, ეს იქნება შენობების უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრება, რომელზეც როგორც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ასე გაკეთა განცხადება ეკონომიკის სამინისტროში. თუ შეიძლება უფრო დეტალურად გითხარი, რაზეა საუბარი, რა ტიპის გამკაცრებაზე იქნება საუბარი, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ მთელი ქვეყნისთვის. მოგესალმები გიორგი, მივესალმები ჩვენს ვენასა და მაყურებელს, ალბათ დამეთანხმები, რომ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მუდმივად ისმოდეს საკითხი ზოგადად ახალი შენობა ნაგებობების მდგრადობასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა რეგულაცია, რომელიც იქნებოდა ქმედითუნარიანი და რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ახალი შენობების სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობების შემოწმება, ასეთი რეგულაცია ძალაში არ შესულა. საინტერესოა რომ ეკონომიკისა და მდგრად განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით ის იყო ფაქტობრივად გამოძახილი ქობულეთში მომხდარი საშინელი ტრაგედიისა კარგი იქნებოდა რომ მანამდე ყოფილიყო მსგავსი კონტროლი რეგულაცია და შესაძლებლობა ჰქონოდა თავიდან აგვეცილებინა მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა თუმცა ახლა მაინც უნდა იყოს მიღებული რაღაც გარკვეული გადაწყვეტილება საკითხი მთლიანად მათ შორის კონტროლის საკითხიც ეხება სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებს ანუ აქედან გამომდინარე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ალბათ უფრო ქმედითი ღონისძიებები უნდა მიიღო როცა მათ ტერიტორიაზე არის იგივე სასტუმრო სახლები სადაც ბევრი ადამიანი ისვენებს როგორ არის ეს სასტუმრო სახლები თუმცა ფაქტია გიორგი რომ ასეთი ქმედითი ღონისძიებები არ არის განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ამ შემთხვევაში საუბარია შავი ზღვის საკურორტო ზონაზე შენ ალბათ ნახავდი სატელევიზიო სიუჟეტებს მათ შორის პალიტატივებად მიუძღვნა მოვლენების შემთხვევას ტრაგიკულ შემთხვევას არაერთი სიუჟეტი სადაც სასტუმრო სახლების მეპატრონეები ამბობენ რომ მსგავსი უსაფრთხოების ნორმები მათთან არ არის დაცული და მათთვის არავის მოუთხოვია ასეთი ნორმების დაცვა. სწორედ ამაზე მიდის ახლა საუბარი ორი მიმართულებით ხდება მუშაობა. ერთი არის გაფართოვდეს ეკონომიკის სამინისტროს კონტროლის ზონა და ამ შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრი ამბობს რომ ეკონომიკის სამინისტროს კონტროლი ვრცელდება მხოლოდ განსაკუთრებული დანიშნულების მქონე ობიექტებზე შეიძლება იყოს საბაგირო გზა, შეიძლება იყოს კაშხალი და ასე შემდეგ. ან მოხდეს იმ ექსპერტების ლიცენზირება, სერტიფიცირება გამკაცრდეს კიდევ უფრო, ვისაც ევალება შემდეგ უკვე შეამოწმოს რამდენად დაცული არის ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები თუ სხვადასხვა უსაფრთხოების ნორმები შენობებში. ამ ორი მიმართულებით ხდება ახლა მუშაობა. ასევე ეკონომიკის მინისტრმა საკმაოდ საინტერესო რამ აღნიშნა, მან თქვა რომ ფაქტობრივად გაუქმებული არის რეგულაცია 2009 წლის 57 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მასშტაბურად ასეთი შენობების შემოწმება. ფაქტია რომ პრობლემა საკმაოდ მწვავეა და ამ პრობლემას დროულად სჭირდება შველა. EBRD-ის ღონისძიებასთან დაკავშირებით ნოდარ ხადორმა გააკეთა განცხადება, ის ვარაუდობს, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება ქვეყანაში ხელშეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის ზრდას, რაც ზოგადად გაზრდის საომავლოდ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, მოცულობას ინვესტიციებისა, ეს კი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ბუნებრივია ასეთმა ღონისძიებებმა შესაძლებელია დადებითი როლი ითამაშონ ლარი დოლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. დღეს მიმდინარეობს როგორც ვიცით ვაჭრობა და საღამოს 5:30-ზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი გვექნება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად გამართლდება ფინანსთა მინისტრის ეს განცხადება. ჩვენ ვნახავთ, რა გავლენა იქონია დადებითით აისახა თუ უარყოფითად EBRD-ის მიმდინარე ღონისძიება ეროვნული ვალუტის კურსზე.
წელს ატმის მცირე მოსავალი გვექნება, ასეთ პროგნოზს აკეთებენ გურჯაანის რაიონში მცხოვრები გლეხები. ისინი ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ატმის ბაღებს დაავადება გაუჩნდა, რომელიც ნაყოფის განადგურებას იწვევს. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ დაგვიანებულ წამლობას, დაგვიანებული წამლობის მიზეზად ასახელებენ ბარათებს სახელმწიფოსგან, რომელიც დროულად ვერ მიიღეს სახელმწიფოსგან, შესაბამისად დროულად ვერ მოახერხეს წამლობა და ამან მნიშვნელოვნად დააზიანა ნაყოფი. შესაბამისად ვარაუდობენ გლეხები, რომ წელს ატმის განახევრებული მოსავალი გვექნება, რაც ბუნებრივია მის ფასზე აისახება ზრდის თვალსაზრისით და ბოლო ინფორმაცია საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის შემცირებული და საერთო ჯამში 3 მილიარდ 15 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ექსპორტმა შეადგინა ამ 4 თვის განმავლობაში 689 მილიონი ამერიკული დოლარი, იმპორტის წილად კი 2 მილიარდ 326 მილიონი დოლარი მოდის. გიორგი. ხოჭ ერთი ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა BPN-ის ვებგვერდზე, ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში, ხო? შეგვიძლია გითხრა, რომელი ავტომობილებია ესეთი, ანუ ესე იგი BPN დაინტერესდა ამ საკითხით და როგორც გაირკვა Toyota ცენტრში ყველაზე მაღალი კლასის მანქანა ყოფილა Lexus NX-ი, რომლის შეძენაც მომხმარებელს $95,000 შეუძლია. ეს არის ჰიბრიდული ავტომობილი, რომლის დიდი უპირატესობა არის მისი ეკონომიურობა. თუ თქვენს Toyota ცენტრში რამდენი ერთეული ასეთი მანქანა გაიყიდა საქართველოში უკვე? თუ ეს ჯერ სიახლე არის და ჯერ ბაზრისთვისაც, ადგილობრივ ბაზრისთვისაც არის სიახლე. გიორგი, ჩვენ ამ პუბლიკაციით შევეცადეთ შეგვადგინა რეიტინგი იმ ავტომობილებისა, ახალი ავტომობილების რეიტინგი, რომელიც ყველაზე ძვირად ფასობს საქართველოში. სტატისტიკის თვალსაზრისით არ გვიმუშავეთ, თუმცა შემიძლია ასევე გითხრა, რომ კონკურენციიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ავტოდილერები, ავტოიმპორტიორები, მით უფრო როცა საუბარია ასეთ კომპანიებზე, თავს არიდებენ ასეთი სტატისტიკის გამოქვეყნებას კონკურენციიდან გამომდინარე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ის ყველა მატუხიაშვილი და BPN-ის სიახლეები, უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ პოპულარულ ბიზნეს აგენტოში, რომელიც არის ჩვენი გაცემის საინფორმაციო პარტნიორი და მთავარი თემა კოოპერატივები სოფლის მრავალ ქვეყანაში ასრულებენ როგორც იცით მნიშვნელოვან როლს და ამიტომ მისი შექმნის იდეას თავის ძოზე ძალიან დიდი მოლოდინებით შევხვდით 2013 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი და ამას შემდეგ დაიწყო უკვე საქართველოში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება. ახლა მას შედის ცვლილებები, თუ რა ტიპის ცვლილებებია და რატომ არის ამ ცვლილებების შეტანა აუცილებელი, ამას ჩვენი დღევანდელი სტუმარი გვეტყვის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე არის დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა რომ მოგწონდით ჩვენთან. მე სპეციალურად ესეთი ჩემი შესავალი სიტყვა მას მოკლედ მოვუჭერი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი საშუალება გქონდეთ თქვენ რომ გითხრათ ძირითადად რატომ გაჩნდა დღეს საჭიროდ ამ ცვლილებების შეტანა. საერთოდ კარგია ცვლილებების შეტანა არის საჭირო, იმიტომ რომ გამოჩნდა რაღაც ხარვაძე ალბათ, ხო? და შემდეგ ეტაპზე განვითარებისთვის ალბათ აუცილებელია რაღაცა გარკვეულწილად ახალი წესების დამყარება. თუ შეგვიძლია დეტალურად გითხარით რა შეიცვლება და რას ელოდებით ამ ცვლილების შედეგად. მანამდე შევახსენებ ჩვენს მსმენელებს ტელეფონის ნომრებს 217-109, 218-109 დაგვირეკეთ. ჩვენი გაცემა დღეს განსაკუთრებით მიმართულია მათთვის, ვინც უფრო ნაკლებად არის EBRD-ის სამბიძე უშუალო მონაწილე. ანუ შესაბამისად ჩვენი ფერმერები და ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ შექმნან კოოპერატივები და ან ჯერ არ ფიქრობენ, მაგრამ საომალოდ შეიძლება ესეთი რაღაც განახორციელონ. აბა ბატონ გიორგი, გითხარით რა ტიპის ცვლილებებია საუბარი და რატომ იყო მის შესრულება შეტანა აუცილებელი? მოგესალმებით ბატონ გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. თქვენ აღნიშნეთ ნამდვილად რომ გარკვეული წლების წინ, ანუ 2 წლის წინ 2013 წლის 12 ივლის საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ და მან ფაქტიურად თავისი გასაკეთებელი ძალიან კარგად გააკეთა, თუნდაც ის რომ ამ კანონის ფარგლებში და საფუძველზე დღეს უკვე 870 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივია, სადაც 5700-ზე მეტი
მეპაია და ფერმერია გაერთიანებული, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კოოპერატივები ამ კანონმა აღნიშნულმა კანონმა სასურსამე კოოპერატივის შესახებ კანონმა თავისი გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებაში უკვე დაამკვიდრა აზრი, რომ ცალ-ცალკე შრომა ნამდვილად ვერაფერს შედეგს ვერ მიცემს ფერმერებს და მათი გაერთიანება არის უკეთესი მათი შემდგომი მომავლისათვის, მაგრამ რაც მთავარია, კიდევ ამასთან ერთად კანონი იყო საკმაოდ ლიბერალური, კიდევ მინდა ხაზი გაუსვა და დღევანდელი ცვლილებების საფუძველზე ჩვენ უფრო მეტად შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს ფერმერებს, რომ შექმნას სწორედ ისეთი კოოპერატივები, რომელიც უფრო მეტად არის, უფრო კლასიკურ კოოპერატივებთან მიახლოებულია და მათი საქმიანობა გამომდინარეობს სწორედ მსოფლიოში აპრობირებული კოოპერაციული პრინციპებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ არსებულ კანონში შედის რამოდენიმე ძირითადი პრინციპული ცვლილებები, ანუ აქ იქნება ახალი ინსტიტუტი, რასაც ქვია ასოცირებული წევრის ინსტიტუტი და დამატებითი საპაეო შენატანის ინსტიტუტი. დღეის მდგომარეობით მოგეხსენებათ, კოოპერატივის მეპაია წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს აქვს უფლება იყოს კოოპერატივის წევრი. ამასთან უნდა იყოს ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქესთან ერთად არანაკლებ 18 წლის და სოფლის-მეურნეობის სფეროში უნდა იყოს ჩართული. ხოლო ასოცირებული წევრით უკვე შეგვაქვს ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც კოოპერატივის ასოცირებული წევრის სტატუსით შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირიც კი. ამით უკვე ვაჩენთ შესაძლებლობას, რომ კოოპერატივს გაუჩნდეს სპონსორი, ანუ ინვესტორი, რომელიც მიცემს შესაძლებლობას, რომ კოოპერატივი უფრო კარგად განვითარდეს და არ იყოს მხოლოდ დამოკიდებული საბანკო სექტორიდან აღებულ კრედიტზე თუ ფინანსურ რესურსზე, რომელიც საკმაოდ სჭირს დღეის მდგომარეობით და სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ არის უკვე პრეცედენტები, უკვე 3 პრეცედენტი გვაქვს, მაგალითად TBC ბანკმა, ანუ TBC კონსტანტამ, ასე ვთქვათ, გაცა უკვე 3 სესხი და საკმაოდ ნორმალური, რომლის საფუძველზეც უკვე მიეცათ შესაძლებლობა შეღავთენ აგროკრედიტში ჩართულიყვნენ ჩვენი კოოპერატივები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რაც დღეს დგას და არსებობს, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, აქვე აღნიშნა, რომ ასოცირებული წევრად არა მხოლოდ ინვესტორი, ვთქვათ, არამედ უკვე თუნდაც იგივე საჯარო მოხელეს, რომელიც ვთქვათ, რომელსაც მიწა აქვს რაიონში და არ აქვს შესაძლებლობა ჩართულიყოს როგორც მეპაიე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მას შეუძლია საპაეო შენატანის სახით შეიტანოს ეს მიწა და თვითონ არ განახორციელოს სამეწარმოო საქმიანობა, მაგრამ დივიდენდის სახით გარკვეული მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღოს გარკვეული დივიდენდი. ესაც უკვე მიცემს შესაძლებლობას, რომ მიწები, რომლებიც დღემდე არ მუშავდებოდა, დამუშავდება და შესაბამისად ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთვება. ამასთან ერთად გვაქვს კიდევ ეს დამატებით საპაეო შენატანი, მოგეხსენებათ მეპაიეს წვლილი, ასე ვთქვათ, კოოპერატივის ფარგლებში დამოკიდებული იმისია მისი ეკონომიკური შემოსავალზე და ეკონომიკურ საქმიანობაზე. შემოსავალიც მან ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციული უნდა მიიღოს კოოპერატივიდან. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კოოპერატივის წევრს მეპაიეს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს კოოპერატივში მეტი რესურსი დააბანდოს, ჩადოს და განავითაროს. აი ეს უკვე დამატებითი შენატანის სახით მიცემს ამის საშუალებას, იმიტომ რომ მისი სავალდებულო შენატანი იქნება ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციული, მაგრამ თუ მას დამატებითი რესურსის ჩადების შესაძლებლობა, მას უკვე დამატებითი საპაეო შენატანის სახით ჩასდებს კოოპერატივში და აქედანაც დამატებით დივიდენდს მიიღებს, მაგრამ როგორც ასოცირებული წევრის შემთხვევაში, ასევე დამატებითი საპაეო შენატანის შემთხვევაში, მათ აქვთ შემოსავალი მიიღონ კოოპერატივის მთლიანი მოგებიდან არაუმეტეს 30%-ისა, რომ არ დაიჩაგროს თქვად უკვე სხვა წევრები და დანარჩენი მოგება უკვე გადანაწილდება პროპორციულად ყველა მეპაიეზე, ვისაც თქვათ რა ეკონომიკური მონაწილეობა აქვს კოოპერატივში. ამით ფაქტიურად ჩვენ ვიცავთ გარკვეულ თანასწორობის პრინციპს მეტნაკლებად, იმიტომ რომ კოოპერატივის წევრი სრული უფლებამოსილებით, ანუ მეპაიე სრული უფლებამოსილებით არის კოოპერატივის ფარგლებში, ხოლო ასოცირებული წევრი უკვე შეზღუდული უფლებებით არის, მას პრივილეგირებული მიღების უფლება აქვს, თქვათ, პირველ რიგში დივიდენდისა, მაგრამ მას ხმის უფლება არ აქვს, ის სათათბირო ხმის უფლებითაა და ასე შემდგომ. ამასთან ერთად კიდევ დაწესდება გარკვეული შეზღუდვა კოოპერატივის წევრების, ანუ კოოპერატივის მიერ არაწევრებზე განხორციელებული საქმიანობისა. დღეს მაგალითად ეს არ არის რეგულირებული და შეიძლება მაგალითად ხუთკაცმანმა კოოპერატივმა, რომელსაც საკუთარი პროდუქცია შეუძლიათ მხოლოდ თქვათ 1 ტონა აწარმოებენ წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი მთელი საქმიანობა მიმართონ არაწევრებთან ურთიერთობით. ეს უკვე კოოპერაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება და სწორედ
წარმოადგენილი ცვლილებებით ვადგენთ ზედაზღვარს, თქვათ, ეს იქნება ასევე 30%, მთლიანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არაუმეტეს 30%-ისა კოოპერატივს შეუძლია მომსახურება გაუწიოს ან შეისყიდოს არაწევრებისაგან პროდუქცია. დანარჩენი 70% უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ თავის წევრების მიმართ განხორციელებული ქმედებები, ანუ მოიმსახუროს თავის წევრებს, ან მიიღოს თავის წევრებისაგან ესა თუ ის პროდუქტი შემდგომი რეალიზაციის თუ შემდგომი ღონისძიებებისათვის. ამასთან ერთად ჩვენ კიდევ უკვე მოგეხსენებათ დღევანდელი კანონის თანახმად მინიმალური ზღვარი არის მაღალმთიან რეგიონებში 5, დანარჩენ საქართველოში 3. ჩვენ ცოტა ვამკაცრებთ ამ პოზიციას, ვინაიდან უკვე დღეს მზად არის თვლით მოსახლეობა, რომ უფრო მეტი ჩაერთოს და ამ რაოდენობას ვზრდით, მაღალმთიან რეგიონებში მინიმუმ 5 კაცი იქნება განსაზღვრული, კი და დანარჩენ საქართველოში მინიმუმ 11. ეს კიდევ ჯერჯერობით პროექტის დონეზეა, ვნახოთ მერე პარლამენტში რა განხილვების შედეგად რა რაოდენობაზე გავალთ, მაგრამ დღეს ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გავზავდოთ კანონის დონეზე წევრთა რაოდენობა. ეს გამოიწვია იმან, რომ სამწუხაროდ 8.70-დან ძალიან დიდი პროცენტი არის იმ კოოპერატივებისა, სადაც კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებისაგან შექმნილი კოოპერატივები. ეს ფაქტიურად არ არის კოოპერატივი, ეს კლასიკური კოოპერატივისაგან შორს დგას, ეს უფრო ოჯახურ ფერმერულ მეურნეობაა. ვინაიდან კანონის მიზანი არ არის ოჯახური ფერმერული მეურნეობების განვითარება და ხელშეწყობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა, ანუ ამიტომ ჩვენ რაოდენობას ვზრდით, მაგრამ ის რომ თქვათ ერთი ოჯახის წევრებს აქვთ უფლება კოოპერატივის წევრები იყვნენ, თუ მათ რა თქმა უნდა შესაძლებლობა ექნათ ეკონომიკური მონაწილეობისა, ეს ისევ ძალაში რჩება და ისე რომ არ უკრძალავთ ამას, მაგრამ წევრთა რაოდენობას, მინიმალურ რაოდენობას ვზრდით. ამასთან ერთად კიდევ ჩვენ რამოდენიმე რეგულაციები შემოგვაქვს, ეს არის მოგეხსენებათ ჩვენი სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო მთავარ მიზანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კოოპერატივების მხარდაჭერა, განვითარება, ზრუნვა მათ გარემოს შექმნას, მათთვის იმ სამოქმედო გარემოს, სასურველი გარემოს შექმნა, რომ ისინი განვითარდნენ, მაგრამ თუ სააგენტოს არ ექნება მეტი ბერკეტები, მეტი შესაძლებლობები, თავისთავად ვერ განვახორციელებთ მათ ხელშეწყობას და ამიტომ ვთვლით, რომ კარგი იქნება თუ სააგენტოს მიენიჭება გრანტის გაცემის უფლება მოსილება, რომელიც მიმართული იქნება ალბათ ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ. კი ბატონო. რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ. ჩვენ დავუბრუნდით დაპირეთერში, ეს არის საქმე რადიო პალიტასა და პალიტატივზე, მე ვარ გიორგი კალდაძე, ჩვენი ნომრებია 217-139, 218-139, ჩვენი სტუმარია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე. ჩვენ საუბრობდით, ბატონო გიორგი, სანამ რეკლამაზე გავიდოდით, შევწყვეტეთ დამატებით ფუნქციებთან დაკავშირებით, შეიძლება ეს თემა მოვჩეთ და შემდგომ მე ვიცი რომ რაღაც ძალიან საინტერესო ფაქტს გქონდა ცოტა ხნის წინ ადგილი. არ თანახმად დავანოსებ და შემდგომ უკვე ვისაუბროთ ამაზე. წერანა აღნიშნე რომ ჩვენ გვინდა რომ სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს უფლება რომ მიზნობრივი გრანტები გაცოს მხოლოდ და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს. აგერ მოგეხსენება ჩვენს მიერ დღეს სასოფლო-სამეურნეო სამინისტროს მიერ განხორციელდა და მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პროგრამა, რომელსაც მოტობლოკების პროგრამას ვეძახდით და 1700 მოტობლოკი გაიცა კოოპერატივებზე, თითქმის უკვე მივდივს ეს პროგრამა დასრულებისაკენ, უკვე 1600-მდე განაცხადია შემოსული და მათ შორის უკვე 1000-მდე უკვე გაიცა. მაგრამ ამან იმის გამო რომ ჩვენ სააგენტოს არ ქონდა ამ გრანტის გაცემის შესაძლებლობა, უფლება, ამიტომ ძალიან გრძელგზას გადიოდა ადმინისტრირების თვალსაზრისით იმისათვის, რომ სახელმწიფოსაგან გადაცემოდა ჩვენს კოოპერატივებს ეს ტექნიკა, რამაც გარკვეული უხერხულობა გამოიწვია დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მით უმეტეს დრო მიმულია აგროვადებთან დაკავშირებით, გარკვეული და ასე შემდეგ. ამიტომ სწორედ აი ამ და სხვადასხვა სახის პროგრამები რო უფრო ოპერატიულად განხორციელდეს კოოპერატივების მიმართ, მიგვაჩნია საჭიროდ რომ სააგენტო იყოს ამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი, რა თქმა უნდა, მთავრობის და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გადაცემს ამ გრანტს და იმედია პარლამენტი გაითვალისწინებს. ამ ჩვენს წარმოდგენილ კანონპროექტში კიდევ ასე ცვლილება შემოდის ახალი ცნება, ესეთი კოოპერაციული შემოსავალი, რომლის თანახმადაც ეს არ იქნება ყველა კოოპერატივს არ შეეხება, იმიტომ რომ ეს სპეციფიური მიმართულებაა. ეს შეეხება ისეთ კოოპერატივებს, რომლებიც წლის განმავლობაში მუდმივად ისეთ საქმიანობას აწარმოებენ, რომელიდანაც შესაძლებელია ამ სახის შემოსავალი
შემოსავალი მიიღონ. ეს არის მაგალითად აი მესაქონლეობის კოოპერატივები, რომლებიც თქვა რძეს აბარებენ, იღებენ თავიანთი კოოპერატივის წევრებისაგან რძეს, ან შემდგომი გადამუშავების, ან პირდაპირ რძის შემკრები პუნქტის მეშვეობით აწვდიან რომელიღაცა ქარხანას. მოგეხსენებათ, გლეხი რძეზე არის მიმული ყოველდღიური შემოსავალია მისი და ვერ დაელოდება წლის ბოლოს დივიდენდის სახით მოგების მიღებას, ამიტომ მას კოოპერაციული შემოსავალის სახით შესაძლებლობა მიეცემა საერთო კრების გადაწყვეტილებით 10 დღეში ერთხელ იქნება თუ კვირაში ერთხელ თუ 20 დღეში ერთხელ თქვათ მიიღოს პერიოდულად შემოსავალი და მისი ოჯახიც არჩინოს და დანარჩენს უკვე საერთო ჯამში მოგებიდან მიიღებს დანარჩენ შემოსავალს უკვე დივიდენდის სახით წლის ბოლოს ან 6 თვის მერე. ამასთან ერთად ჩვენს კონსულების თანახმად უკვე დადგინდება სავალდებულო წესი განისაზღვრება სოფლის მეურნეობის მინისტრი დაადგენს მეპაეთა რეესტრის წარმოების წესს. მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში შეიძლება რამოდენიმეჯერ მოხდეს ახალი წევრების დამატება ან გასვლა თუნდაც კოოპერატივისგან, ამიტომ ეს უნდა იყოს რეგლამენტირებული, განსაზღვრული თუ რა წესით უნდა მოახდინონ აღრიცხვა მეპაეთა რეესტრში და ამ წესს სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრი განსაზღვრავს ნორმატიული აქტი და ყველასთვის საერთო იქნება და რა თქმა უნდა რომ არ მოხდეს გაურკვევლობა, რომ ზოგმა შეიძლება სხვანაირად თან აქ დაცულიც იქნება, როდესაც ერთიანი წესი იქნება ყველასთვის, განსაზღვრული იქნება რა მოსახის მონაცემები უნდა აისახოს მეპაეთა რეესტრში, ყველას ეცოდინება და თქვენ დაცული იქნება ყველა მეპაეს უფლება და თავისი ვალდებულებებიც განსაზღვრული იქნება. და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წევრების, ანუ ასოცირებული წევრის ცნება შემოდის და დამატებითი მეპაეს ცნება შემოდის კანონში, შესაბამისად შემოსავლებიც ასევე ნაწილდება და ამიტომ უკვე ცვლილება შემოგვაქვს დივიდენდების განაწილების წესს ვადგენთ. წარმოდგენილი ცვლილებით პირველად დივიდენდის მიღების უფლება იქნება ასოცირებულ წევრს, შემდგომში დამატებითი საპაეო შენატანის საფუძველზე მიიღებს მეპაე დივიდენდს, ხოლო ამის შემდგომ უკვე ჩვეულებრივი სრულუფლებიანი მეპაეები მიიღებენ უკვე დარჩენილ მოგებას იმ ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად გაინაწილებენ, ვის როგორ მონაწილეობს კოოპერატივი, რა თქმა უნდა სრულად. აი ზოგადად ესეთი ახალი ცნებები ეს შემოდის ახალი ინსტიტუტები ამ კოოპერატივის შესახებ კანონში, სასოფლო კოოპერატივის შესახებ კანონში, დარჩენი უკვე ტექნიკური ხასიათის გარკვეული ცვლილებები. ძალიან დამაინტერესა ასოცირებული წევრის თემა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის დამატებითი შემოსავალის მიღების შესაძლებლობა კოოპერატივისთვის. ანუ როგორც ჩანს, ალბათ ბაზარმაც უკვე მოიტანა, რომ არსებობენ ეს თქვათ შეიძლება ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ სურვილი თანამშრომლობ გარკვეული ტიპის კოოპერატივებთან. კი, დღეის მდგომარეობით გვაქვს ამის მოთხოვნილება, ჩვენ გამოვიკითხეთ კოოპერატივებისთან ქონდა სანამ კანონ პროექტს წარვადგენდით უკვე ფართო საზოგადოებისათვის და არის იმის საშუალება და მოთხოვნილება, რომ ადამიანებს ეს იურიდიული პირები იქნებიან თუ ფიზიკური პირები და სხვათა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მით უმეტეს ამ პრინციპის გამოყენებით ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ უცხოეთში მოღვაწე და მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები, რომელიც ემიგრაციაში არიან და მათ აქვს შესაძლებლობა, რომ თავის სოფელში, თავის რაიონში მოახდინონ ინვესტირება თავიანთი მიერ დანაზოგების, რომ ჩამოვიდნენ აქ და გარკვეული მონაწილეობა ქონდეთ დამატებით შემოსავალსაც მიიღებენ და უკვე კოოპერატივთან რაღაცა გარკვეული ურთიერთობების შესაძლებლობა, ანუ ძაფი იბმევა მათსა და საქართველოში არსებულ თავიანთ რეგიონში არსებულ იურიდიულ პირთან, კოოპერატივთან და ანუ ეს უკვე მიცემს მეტ შესაძლებლობას, რომ დაბრუნების შემთხვევაში მათ გაუადვილდეთ უკვე საქართველოში ადგილის დამკვიდრება და საქართველოს შესაბამის იურიდიულ პირებთან ურთიერთობა და რო იტყვენ უცხო გარემოთ აღარ იგრძნონ თავი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში. და ეს არა მხოლოდ ემიგრანტებს, არამედ საქართველოში მოღვაწე ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამა თუ იმ კოოპერატივის განვითარებისათვის. და ეს დაეხმარება უფრო რაც უფრო ძლიერი იქნება კოოპერატივი, მაშინ უფრო მეტი ადამიანის გაერთიანების შესაძლებლობა იქნება და შესაბამისად მეტი გლეხი ჩაერთვება ამ პროგრამაში და ამ კოოპერატივებში, მეტი მიწა იქნება კონსოლიდირებული და მეტი დოლარი შეიქმნება ქვეყანაში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. დამატებით სამუშაო ადგილები იქნება, დამატებითი შემოსავლები და ასე შემდგომ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს სადაც თქვათ ქალაქშიც კი ცხოვრობს, მას აქვს თქვათ ან რაღაც გარკვეული ინტერესი, სახლი მაინც ბოლოს და ბოლოს, ან რაღაც იდეა, ან რაღაც მოგონება გარკვეულ ტერიტორიაზე ერთეულთან და შესაბამისად შესაძლებელია ეს დამატებითი ეს მექანიზმი იყოს უფრო მეტად
გამოსადეგი ყველა მხარისთვის. სხვაში ძალიან საინტერესო იქნება გისმენდით და იმ ქვეყნებში, სადაც კოოპერაციული მოძრაობა საკმაოდ განვითარებულია, ხო? თქვათ ევროპის ქვეყნები და ჩვენი კოოპერატივების ეს პირდაპირ კომუნიკაცია იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად ეგრევე მეტესლეობის პრობლემები ძალიან ხშირად არის საქართველოში, სანამ აქ ჩამოყალიბდება მთელი რიგი თქვათ ინფრასტრუქტურა ამ თვალსაზრისით. პირდაპირ მათ ჰქონდეთ ეს ურთიერთობები ყველანაირ შუამავლის გარეშე, ეს გარკვეულწილად გამოიწვევს იმას, რომ უბრალოდ გაუიაფდება ჩვენს ფერმერებს, ჩვენს კოოპერატივებს. გეთანხმებით, ბატონ გიორგი, მოგეხსენებათ კოოპერაციის იდეაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ის რაც არ შეუძლია ერთ ადამიანს ერთობლივად შეძლონ. სწორედაც ერთ ფიზიკური პირი გლეხკაცი, რა თქმა უნდა, იმპორტს ვერ განახორციელებს მაღალხარისხიანი თესლისას, მაგრამ გაერთიანების შემთხვევაში უკვე კოოპერატივის ამის შესაძლებლობა აქვს. სანამ ამ თემას შევეხები, მე მინდა აღვნიშნო, რომ მოგეხსენებათ ჩვენს სოფლის სამინისტრო ამ მიმართულებითაც მუშაობს და სხვადასხვა ახალ სამეცნიერო კვლევით ცენტრის ფარგლებში ხდება ჯიშთა გამოცდა, დანერგვა და ასე შემდგომ და თუნდაც აი კარტოფილის თესლთან დაკავშირებით წელს სადღაც 210 ტონამდე საქართველოში სოფლის სამინისტროს მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის კარტოფილის თესლი გაიცა და საკმაოდ ისეთი კარგ ფასში და ამ მართალია წილი კოოპერატივების ჩართულობის აქ ცოტა მცირე იყო, იმიტომ რომ აქ როგორც კოოპერატივებს სხვასაც შეეძლო ეს თესლი შეეძინა, მაგრამ რაც მიიღეს საკმაოდ მაყოფილები არიან ჩვენი კოოპერატივები, მაგრამ ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ აი ამ პრინციპის გამოყენებით, რა თქვენ ბრძანეთ, გაერთიანდნენ კოოპერატივები ორ რეგიონში, ეს არის სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლის მეკარტოფილეობაზე ორიენტირებული კოოპერატივები ერთმანეთთან და ერთიანი კონტრაქტის ქვეშ საქართველოში მოახდინეს იმპორტი. მაღალხარისხიანი კარტოფილის თესლისა 150 ტონა შემოიტანეს, ანუ აქ რატო დავაკავშირე ეს, რომ იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ კოოპერატივებმა აითვისეს საქართველოში წარმოებული მაღალხარისხიანი თესლიც და ასევე მოთხოვნილება იყო კიდევ დამატებით თესლის შემოტანის და ესაც განახორციელეს. ისე რომ მარტო იმპორტზე არ არის ყველაფერში ჩაერთვნენ კოოპერატივები და ფაქტიურად 150 ტონა შემოიტანეს ყველანაირი შუამავლების და გადამყიდველების ასე ვთქვათ გარეშე. ამაში ჩვენი სააგენტო იყო მხარდამჭერი და ადმინისტრირებაში დავეხმარეთ, ჩვენ გარდა ადამიანური რესურსებისა მათთვის არაფერი გავკეთებია, დავაკავშირეთ ეს სუბიექტები ერთმანეთს, გავაფორმებინეთ ხელშეკრულება და პირდაპირ შემოიტანეს და აქ საერთოდ ჯამში 100,000 ლარზე მეტი ზოგი გააკეთეს ამ კოოპერატივებმა. 100,000 ლარი ისე ჩაიდება. რა თქმა უნდა, ეგ არის ზუსტად სიკეთე, რომ დანაზოგმა მიცა იმის შესაძლებლობა, რომ მათი საქმიანობისათვის, მათ საქმიანობაში მოახდინონ რეინვესტირება თავიანთი შესაძლებლობა ის. სხვა შესაძლებელია, რომ მე პერსპექტივაში ესეთი ტიპის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და მაგალითად საუბარი იგივე ასოცირებულ წევრზე, რომელიღაც უცხოური კოოპერატივი შემოუვიდეთ, რომელიც დაინტერესებულია რაღაცა ტიპის, ვთქვათ, მიმართულების წარმოებით მაგალითად საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს მიცემს შესაძლებლობას, რომ მან ურთიერთობა დაამყაროს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ, მით უმეტეს ძირითადად სოფლის მეურნეობაში ჩართული იურიდიული პირები არიან სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საზღვარგარეთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ევროპის სასურსათო პროდუქციის 70%-ზე მეტს კოოპერატივები და სწორედ კოოპერაციული გაერთიანებები აწარმოებენ, ისე რომ დიდი შესაძლებლობაა და სწორედ ეს პირველი ნაბიჯი რომელიც ამ კარტოფილის თესლთან დაკავშირებით განხორციელდა, ეს შემდგომში შეიძლება დასრულდეს იმით, რომ სწორედ ის მწარმოებელი იყოს ამ დიდი მეორე დონის გაერთიანებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი, რომელიც უშუალოდ მიაწვდის, თქვათ ეს მომავლის პერსპექტივა, მაგრამ კარგი პერსპექტივაა. ბატონ გიორგი, კითხვა მაქვს, რატომაც თქვათ ჩვენ საუბრობთ, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი წევრი იყოს კოოპერატივში და შესაბამისად სარეალიზაციოდ ერთგვაროვანი პროდუქცია, ერთგვაროვანი ხარისხი. ამ თვალსაზრისით თუ როგორ ხდება ან არსებული პრაქტიკა უკვე პრინციპში საკმაოდ დრო არის გასული, რომ რაღაც შეიქმნა რაღაც რაოდენობა კოოპერატივებსა საქართველოში, როგორ ხდება დაცვა თვითონ კოოპერატივის შიგნით ერთგვაროვნების ამ პროდუქტის, ანუ ერთიანი სტანდარტები. კი ბატონო, მოგეხსენებათ ჩვენი რეკომენდაციაა კოოპერატივებისადმი, რომ ერთგვაროვან პროდუქცია წარმოონ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მეფუტკრეობის კოოპერატივში ნუ იქნება არ არის სასურველი, მაგრამ კანონით არ არის აკრძალული
და ნუ იქნება თქვათ გაერთიანებული მეფუტკრეებთან ერთად მეცხვარეები, თქვათ მებაღეები და ასე შემდგომ სხვადასხვა უცხო მიმართულებები ერთმანეთისაგან, ვინაიდან ეს გარკვეულ სირთულეებს იწვევს და ძნელია სწორედ ერთგვაროვნებაზე ჩამოყალიბება, მაგრამ მაგალითად მე კარტოფილეობის კოოპერატივის წევრები უკვე თვითონვე თანხმდებიან, ერთად იძენენ ერთი და იგივე ჯიშს, მაგალითად ჯიშებსაც თვითონ არჩევენ, თქვათ რამდენი ხლა ამ შემთხვევაში მაგალითად 6 ჯიშის კარტოფილი შემოვიდა საქართველოში. სხვადასხვა ჯიშის, ვინც უკვე გამოცდილია, აპრობირებულია საქართველოში და ჭირდებათ და თვითონვე თანხმდებიან რა სახის სასუქებით უნდა მოწმენონ, რა სახის პესტიციდები უნდა გამოიყენონ, თქვათ როგორ უნდა მოუარონ, რომ ხარისხი მიიღონ ერთგვაროვანი, რომ მე ბაზარზე გატანა აღარ გაუჭირდეთ. ამაში უკვე შემდგომში ეს პირველი ნაბიჯი იყო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადმინისტრირებაში კიდევ დავეხმაროთ, რომ უკვე გაერთიანებულად იგივე სასუქების მიმართულებით, ტექნიკის თახჭურვის მიმართულებით თუ სხვადასხვა მიმართულებით უკვე ასევე ეს პრაქტიკა დანერგოს სხვადასხვა პროდუქციის შეძენის დროსაც. დღეს ამ მდგომარეობაა, მაგალითად ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს პირველი დონის კოოპერატივები, რეალურად ალბათ ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებაც არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი დონის კოოპერატივები ბაზარზე რაღაცნაირად საერთო ნიშნით გამსხვილებლები წავიდნენ, ამის უკვე მეორე დონე არის აუცილებელი. აქ ამ თვალსაზრისით როგორი წარმატება? დღეს უკვე რამოდენიმე რეგიონში გვყავს მეორე დონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პირველი მოგეხსენებათ წალკის რაიონში შეიქმნა ეს თეზი, სადაც კირცის შემკრები დიახრძის მესაქონლეობის კოოპერატივი, იქ დღის მდგომარეობით უკვე სადღაც 75 წევრზე მეტია უკვე გაერთიანებული მთლიანად. მეორე პრეცედენტი შეიქმნა ვანის რაიონში მეფუტკრეობის კოოპერატივი, სადაც 51 ოჯახია გაერთიანებული. უკვე პრეცედენტი გვაქვს ცაგერის რაიონში დარეგისტრირდა უკვე მეორე დონის და ეს ძალიან ისეთი კარგი პრეცედენტია მევენახეების კოოპერატივი შეიქმნა, სადაც 4 კოოპერატივია გაერთიანებული, კი 4 და ორიენტირებულნი არიან უსახელაურზე, ოჯალეშზე და ტვიშზე, რომ ჩამოასხან ღვინო და უკვე საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან თვითონვე ამ მეორე დონის კოოპერატივის ფარგლებში ღვინო ჩამოასხან, აწარმოონ და საბოლოოდ ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქციით კოოპერატივის სახელით ეს ერთობლივი გაერთიანებული რამოდენიმე 4 კოოპერატივი გაერთიანდა და ერთი საერთო კოოპერატივი, რომელიც გაბრენდდება და როგორც ბრენდი ასე წარმოსდგება ბაზარზე. ეს მიმართულება უკვე დაწყებულია და სწორედ ესე ახლა კიდევ ამბობ 870 კოოპერატივი ძალიან კარგია, მაგრამ 870 ბრენდი ვერ ჩამოყალიბდება, ხო? მით უმეტეს რომ მათი შესაძლებლობები სხვადასხვა, ამიტომ არის ჩვენი მიზანი, რომ პირველადი პროდუქციის წარმოებელი კოოპერატივები გაერთიანდნენ უკვე მეორე დონის კოოპერატივებში და გარდა იქნენ უკვე სასაწყობე, სამაციურე, საწარმოო კოოპერატივებად, რომ უკვე ბაზარზე გამსხვილებული სახით წარმოსდგნენ, იმიტომ რომ დღეს მაგალითად 5 და 6 კაციანი კოოპერატივები და 10 კაციანი თუნდაც ვერ იქნებიან ისეთი ძლიერნი, რომ შეძლონ კონკურენცია გაუწიონ თუნდაც ბაზარზე უკვე არსებულ, თუნდაც ადგილობრივ მეწარმეებს, თუნდაც იგივე იმპორტირებულ პროდუქტის კონკურენცია მოახდინონ. მაინტერესებს, მე პერსპექტივაში ველოდები, რომ ძალიან მალე ჩვენ წმინდა ფერმერულ ბაზრებს გაუწევენ კონკურენციას, თქვათ ამ მიმართულებით კოოპერატივები, მაგრამ როგორ აქვს რეალიზაციის თვალსაზრისით დღეს მათ? იცით რა, დღეს მაგალითად სიმართლე გითხრათ, თავარი იყოს მაღალხარისხიანი და ნორმალური პროდუქცია, თორე პროდუქტის რო იტყვიან რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ დგას, მაგრამ ჩვენ თავარი მიზანი არის, რომ დავეხმაროთ როგორც მაღალხარისხოვანი კარგი პროდუქტის მიღებაში, ასევე მხარდაჭერა აღმოუჩინოთ რეალიზაციაში. ამ თვალსაზრისით ჩვენ პროგრამებში გვიზის, რომ დავეხმაროთ მათ მარკეტების მოწყობაში. თქვათ კოოპერაციული მაღაზიები, კოოპერაციული ბაზრები გააკეთონ. გარდა ამისა, ჩვენ სააგენტოში ვაკეთებთ სამინისტროს ერთიანი პორტალი გაკეთდება, სადაც კოოპერატივების ცალკე იქნება აღნიშნვა, რო იტყვიან საინფორმაციო ბანკის მონაცემები იქნება, ანუ საინფორმაციო ბანკში იგულისხმება როგორც კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის ასახვა და გამოტანა, თქვათ საჯაროდ რო ასევე შეიძლებათ თვითონ კოოპერატივებსაც, თქვათ იმ სუბიექტების
გაცნობა, ვინც ექსპორტზე მუშაობს, ვისაც თქვათ შემოაქაქეთ რაიმე ისეთ პროდუქტი, რომელიც კოოპერატივებს თავიანთ საქმიანობაში გამოადგება და ანუ გაცვლა იქნება ინფორმაციის შესაძლებელი და სწორედ ეს პორტალი მიცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ამის მეშვეობით რეალიზაცია მათ მიერ წარმოებული პროდუქტს. ანუ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვახორციელებთ ღონისძიებებს, რათა მთლიანობაში ერთი მთლიანი სურათი მოგცეს ის, რომ კოოპერატივებს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია არ გაუჭირდეთ. ძალიან მომწონდა ეს სასაწყობო მეურნეობების თემა, იმიტომ რომ მათ რეალურად შეუძლიათ დაზოგონ საკმაოდ რაოდენობის თანხა ერთის მხრივ და მეორე მხრივ თუ იქ ვიღაც იმუშაობს იგივე რესტორნებზე, იგივე თქვათ სხვა მარკეტებზე. ჩვენ ქვეყანაში არსებობენ იმისთანა ორგანიზაციები, ყველაზე დიდი მომხმარებლები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ იმის გამო რომ ადგილობრივი ფერმერები მათ დაკმაყოფილებას ვერ ახდენს, მიმული არიან ორგანიზაციები, რომლებიც იმპორტს ახორციელებენ. იგივე ჯარი, იგივე შინაგანი ჯარები, ხო, ეს პენიტენციალური სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებები, საბავშვო ბაღები და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. სახელმწიფო შესყიდვებში სუთავისუფლად შეუძლია უკვე მეორე დონის შეიძლება მესამე დონის უკვე მარკეტინგულ კოოპერატივებს, რომლებიც თაგვის საკუთარი წევრების მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომელშიც უკვე სასაწყობო მეურნეობებიც ექნებათ, უკვე საწარმოებიც ექნებათ, დამზადებული შენახული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიაწოდონ და უზრუნველყონ სწორედ აი ესეთ ორგანიზაციებს და აი ეს არის სწორედ ჩვენი მიზანი, რომ კოოპერატივებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ სწორედ აი ესეთ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა და მათ მიერ წარმოებული მაღალხარისხოვანი პროდუქცია საქართველოში წარმოებული ხაზს უსვამ ამას, რომ კოოპერატივის სიკეთე სწორედ ის არის, რომ ის ადგილობრივი პროდუქციას ქმნის და არა იმპორტირებულ პროდუქციას, აი მათ მიიღონ მონაწილეობა შემდგომში უკვე ასეთ შესყიდვებში. 12 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში მოწვეული პროდუქტი. რა თქმა უნდა, კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვეებს სხვილი შემსყიდველებიც არსებობენ სახელმწიფო და პლუს არის კერძო სხვილი შემსყიდველები, რომელიც ასევე არის მიღებული. ამას ცოტა დრო ჭირდება ბატონ გიორგი, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი. ადვილია დანგრევა, მშენებლობა ძალიან ძნელია და ჩვენ აი სწორედ ეს დანგრეული ინფრასტრუქტურა უნდა ავაწყოთ ნაბიჯ სახელმწიფოს მიზანი სწორედ ეს არის და ყველაზე კარგად რო ვიტყვიან ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება აგრარული სექტორის განვითარების ისეთი გზით, რომ მასში უფრო მეტი გლეხკაცი იყოს ჩართული და ეს სიკეთე განვითარებისა მიიღოს რიგითმა ფერმერმა, რიგითმა გლეხმა სწორედ კოოპერაცია ეძლევა ამის შესაძლებლობას და ამიტომ არის სახელმწიფოს წელი ძალისხმევა მიმართული კოოპერატივების გააქტიურებისათვის და კოოპერატივებში ხალხის ჩართულობისათვის. ჩვენ გაცავთ ჩვენ დავჭერთ ახლა 5 წუთი გაცემის დასრულებამდე მსმენელებს შევახსენებთ ნომრებს 217 139 218 139 დაგვირეკეთ ან დატოვეთ თქვენი შეკითხვები პალიტატივის ვებგვერდზე www.palitativ.g ჩვენი სტუმარია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების აგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და ჩვენ მინდა რომ ვისაუბროთ აი ცალკეულ პროგრამებზე, რომელიც თქვენი ორგანიზაციის მხრიდან ხორციელდება და განხორციელდება მომავალში. ნუ წეგან აღნიშნეს მცირე გაბარიტიანი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის პროგრამა, სამწუხაროდ იწურება ეს პროგრამა, ჩვენ შარშან დავიწყეთ ამის განხორციელება და უკვე 1600-მდე განაცხადია მიღებული და ცოტა ხანში ალბათ დასრულდება, მაგრამ თუ მოთხოვნილება იქნება შემდგომში, რა თქმა უნდა, ალბათ გადახედავს სახელმწიფო და შეიძლება ამ სახის და შეიძლება უკიდევ ტექნიკასთან მიმართებით სხვა სახის პროგრამები განხორციელდეს. დღეს მდგომარეობის ბიუჯეტის თანახმად ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფინანსური შეიძლება ითქვას ასე, რომ უკვე მუშაობთ გარკვეული თხილის საპილოტო პროგრამასთან დაკავშირებით, მუშაობთ გრძის შემკრები პუნქტების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც კოოპერატივების ფარგლებში და სხვადასხვა პროგრამებზე, ასევე ტრენინგებისა და ანუ ტექნიკური დახმარების პროგრამები იქნება. ჩვენ ცოტა ხანში დავიწყებთ უკვე კოოპერატივების მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლებას საგადასახადო ურთიერთვალდებულებებს, ანუ საქართველოს დეკლარირებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კოოპერატივები მოგეხსენებათ იურიდიული პირები არიან და მიუხედავად იმისა, რომ კანონის კოდექსის თანახმად, საგადასახადო კოდექსის თანახმად სახელმწიფომ ძალიან ბევრი გადასახადებისაგან გაანთავისუფლა, მათ დეკლარირება მაინც უნდა მოახდინონ, თუნდაც ნულოვანის, მაგრამ დეკლარირება მაინც უნდა მოახდინონ, ამიტომ სამწუხაროდ ესეთ ამ მიმართულებით ცოტა კარგია, რომ ცოტა ნაკლები აქტიურია ჩვენი კოოპერატივებს და ამიტომ ჩვენ კვალიფიკაციას ხაზზე მოდი მოვსწრებთ. გამარჯობა. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მე მინდოდა ასეთი კითხვა დამესვა. მეგფუტკრეობასთან დაკავშირებით როდესაც თავს ვაწარმოებთ,
ხდება ის რომ წარმოებული პროდუქციის გასაღება რთული არ არის ხელმისაწვდომი. ადვილად არ ხდება ერთიანად ამ თაფლის ჩაბარება და მაინტერესებს თუ იქმნება ბაზები ან სახელმწიფოს მხრიდან ან საკე დაფინანსება სხვა ორგანიზაციების სადაც შეიძლება ამ ერთიანად ამ თაფლის ჩაბარება და მაინტერესებს დაახლოებით თუ არ არის ამდენ ხანში იგეგმება და სად იგეგმება ცენტრებში რაიონულ ცენტრებში იქნება თუ თბილისში იქნება მხოლოდ თუ აი მსხვილ ქალაქებში თუ თვითონ რაიონებში შეუძლია ყველგან დიდი მადლობა ზარს მოგახსენებთ მე წეგან აღნიშნე რომ ერთ-ერთი პირველი რო იტყვიან მეორე დონის კოოპერატივი სწორედ მეფუტკრეობის მიმართულებით შეიქმნა აი დღეს მაგალითად კარგი მაგალითია ვანის კოოპერატივი რომელშიც 51 მეფუტკრე ფერმერია გაერთიანებული და სწორედ ამ მეორე დონის ანუ 5 კოოპერატივია გაერთიანებული და მათი მიზანი არის რომ სწორედ მათი წევრების მიერ წარმოებული თაფლის ერთად შეგროვება საბოლოო სასაქონლო სახის მიღება და უკვე ერთობლივად რეალიზაცია. აი სწორედ ამ სახის მეფუტკრეებს, რომლებიც ცალ-ცალკე არიან, ისინი უნდა გაწევრიანდნენ რომელიმე კოოპერატივში, თქვათ თავის სოფელში იქნება თუ თქვათ თავიანთ რაიონში და სწორედ მათ მიერ წარმოებული თაფლი უნდა მიაწოდონ ამ კოოპერატივებს და ამ კოოპერატივების მეშვეობით მოხდება უკვე ამის რეალიზაცია. თუ დღეს აპრობირებული ფორმა ესეთია, რომ ფერმერისაგან ყიდულობს რომელიღაც იურიდიული პირი თაფლს გარკვეულ ღირებულებას იქვე უხდის, რა თქმა უნდა, მცირეს, თქვათ, და დამატებით ღირებულება რო იქნება და დამატებით ფასში ყიდის, უკვე მთელ მოგებას იღებს ის იურიდიული პირი. კოოპერატივის სიკეთე სწორედ ის არის, რომ ფერმერი, თქვათ, მეფუტკრე იმ მცირე რაოდენობით თაფლის გაყიდვის ოდენობით კი არ გაყიდვის დროს კი არ მიიღებს მხოლოდ შემოსავალს, არამედ ამ თაფლის საბოლოო სახეს, როდესაც მიიღებს ეს თაფლი და უკვე დახლიდან გაიყიდება, იქედან მიიღებს დივიდენდს და ამიტომ ეს რომ მოხდეს, საჭიროა ყველა მეფუტკრე გაერთიანდეს რომელიმე კოოპერატივში, რომელიც მასთან მის სიახლოვეს არის, კი და სწორედ ასეთი კოოპერატივები მერე გაერთიანდებიან უკვე მეორე დონის კოოპერატივში, სადაც უკვე საწარმოო პროცესი წარიმართება და საბოლოო სახელმწიფოებული პროდუქცია გაიყიდება. კოოპერატივში შექნება თავეთი ბაზაც. რა თქმა უნდა, აი იქ იქნება უკვე სახელმწიფოს მხარდაჭერა სწორედ ჩვენ გეგმავთ როგორც პირველი დონის პროდუქციის მწარმოებელ კოოპერატივების მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამებით, ასევე მეორე დონის საწარმოო კოოპერატივების მხარდაჭერას პროგრამებით და უკვე ყველა დონეზე ყველას მხარდაჭერა იქნება და შესაბამისად ყველა საწარმოო ციკლში სრულად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი კოოპერატივის წევრები. ისე რომ ამ ბატონს რომელმაც კითხვა დასვა უნდა დაუკავშირდნენ ან ჩვენს სააგენტოს, ან თუნდაც იმ რაიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს პირობითად ესე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოებს ეძახიან რაიონებში კი ბატონო დაუკავშირდნენ მათ და ისინი დააკვალიანებენ კი რა თქმა უნდა თავარი მინდა ისინი დააკვალიანებენ თქვათ მის სიახლოვეში რომელი კოოპერატივია და მეფუტკრეობის კოოპერატივი არის თუ არა თუნდაც სხვაგან იყოს ეს არ არის შეზღუდული რაიონებისა და ტერიტორიული შეზღუდვები არ არის აქ თავარია გაწევრიანდება კოოპერატივში შეთანხმდებიან ხარისხზე რას ხარისხის პროდუქტი უნდა აწარმოონ და შეუძლია იმ კოოპერატივში მონაწილეობით მიიღოს შემოსავალი უკვე მეგონი ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ დღეს ჩვენს ცველებს ან იმ ადამიანებს რომლებიც შეიძლება დღეს ფლობენ კოოპერატივებს ან სამომავლოდ აპირებენ ამის განხორციელება ჩვენ ვისაუბრეთ ცვლილებებზე კოოპერატივების შესახებ კანონში და ასევე იმ პროგრამებზე რომელსაც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ახორციელებს ამით დღეს შევასრულებთ გამოშვებას და ერთმანეთს შეხვდებით უკვე ხვალ ახალი თემით და სტუმრებით დროებით